კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საბანკო სექტორში და აქცენტი საგანმანათლებლო პროექტებზე. საზოგადოებისთვის სასიკეთო ინიციატივები განსაკუთრებით განათლების სფეროში დღითი დღეობრივ აქტუალური და საჭირო ხდება. მით უფრო მაშინ, როდესაც სხვადასხვა კვლევით ფინანსური განათლების მაჩვენებელი ქვეყანაში არც თუ სახარბიელო დონეზეა. როგორია ბანკების აქტიურობა, როგორ ხედავს საბანკო სექტორი საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოების განსაკუთრებით ახალგაზრდების წინაშე და რა პროექტებზე მუშაობენ სტუმართან საბანკო ასოციაციის კომუნიკაციების და პროექტების მიმართულების ხელმძღვანელთან სალომე მაკარიძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. საკმაოდ საინტერესო ინიციატივა, ასე ვთქვათ, და რეალურად შეგვიძლია თუ არა დღეს იმის თქმა, რომ საბანკო სექტორი კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობის მიმართულებით, რასაც განათლების ნაწილი ქვია, საკმაოდ აქტიურია და დიდ ყურადღებას უთმობს. მოგესალმებით, მაყურებელს მივესალმები, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე რამდენიმე წელიწადია განათლების მიმართულებით საბანკო სექტორი მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს საზოგადოებისთვის. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ როცა კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას იწყებ და აკეთებ პირველ რიგში, ერთი რომ რა საჭიროებები არის, იმას სწავლობ. და მეორე შიგნით ჩვენ თვითონ სექტორს, ორგანიზაციას რა ღირებულებები გაქვს და რა მიგაჩნია მნიშვნელოვნად იმის საპასუხო ქმედებებს აკეთებ. განათლება საბანკო სექტორისთვის თვითონ შიგნით ორგანიზაციულად აწლეულებია უკვე ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ვიცით, რომ თვითონ ორგანიზაციებში არსებობს ბანკებში აკადემიები, სკოლები, კამპუსები, რომლებიც ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც სექტორს უერთდებიან, სამუშაოდ ამზადებენ და მე უკვე ამის ნელ-ნელა გარეთ გამოტანა მოხდა და ბევრ პროექტში განხორციელდა საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტი. რა ტიპის მაშინ ასე ვიკითხავ, რა ტიპის პროექტებზეა საუბარი ამ მოცემულობით, რას აკეთებენ მაგალითად საბანკო სექტორის წარმომადგენლები? ერთი აკადემიის ქონა და თუნდაც საგანმანათლებლო დონეზე ამ ინფორმაციის მიცემა, მაგრამ მე რეალურად ამ ყველაფერს გაგრძელება თუ აქვს ბუნებრივი ესა, ხო? მხოლოდ განათლების მიცემა ამ ნაწილში არ არის დავუშვათ საკმარისი. და მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ის რეალობა, როდესაც საფინანსო და საბანკო მიმართულებით მოქალაქეებს ინფორმაციის საკმაოდ წირი ცოდნა აქვთ და შესაბამისად, როდესაც მათ აქვთ გარკვეული კითხვა ან პრეტენზია ბანკთან, შესაძლოა ეს ხშირად იყოს გამოწვეული იმით, რომ პირობითად მათ არ ქონდეთ სათანადოდ გააზრებული მათსავე ხელშეკრულებაში არსებული პუნქტები. ხო, ამიტომ ძალიან საინტერესოა, რას აკეთებთ მაშინ ამ მიმართულებით, ანუ რას აკეთებს მთლიანად საბანკო სექტორი ამ ნაწილში და რა ტიპის პროექტებს ვახორციელებთ? კი ბატონო, რამდენიმე ნაწილად დავყოფთი. ერთი მიმართულება არის ფინანსური განათლება და ფინანსური ცნობიერება, ის რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ მოსახლეობას უფრო მეტად იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა სერვისების მიღება შეუძლია, რა პროდუქტების, რა ფასად, რისი უფლება აქვს, რისი პასუხისმგებლობა აქვს და ასე შემდეგ. ეს ერთი მიმართულება მსხვილი. მეორე მიმართულება არის უშუალოდ კონკრეტულად განათლების მიმართულება, ანუ მაგალითად ახალგაზრდების მხარდაჭერა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებით. აქ ერთ მსხვილ ბლოკს გამოვყოფდი, ეს არის სტიპენდიები, თანაც ახლა მოგეხსენებათ ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს და ძალიან ცხელი თემა არის. აი რომ შევკრიბოთ საბანკო სექტორში დაუშვათ სტიპენდიების მიმართულებით რა მხარდაჭერა ხდება, სადღაც 11 თუ არ ვცდები თუ 12 სასტიპენდიო პროგრამა, რომლის სარგებლობაც შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ასევე ახალგაზრდებს და მე ვისურვებ იმის მიუხედავად, რომელ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ ან აპირებენ ჩაბარებას? თუ ეს კონკრეტულად მაგალითად პირობითად ამ შემთხვევაში საქართველოს ბანკს, რომელსაც აქვს საკუთარი აკადემია, იქ-აური სტუდენტისთვის არის ეს პროგრამა განსაზღვრული. კი ბატონო, ანუ ეს პროგრამები არის როგორც დავუშვათ შიდა, ესა სტიპენდიები შიდა პროგრამებისთვის, ასევე დავუშვათ ეს შეიძლება იყოს საზღვარგარეთ მაგისტრატურის დაფინანსება, ან ეს შეიძლება იყოს უმაღლეს გამოცდებში, ვინც კარგი მაღალი ქულა მიიღო, იმის სწავლის დაფინანსება, ან რაღაცა პროფესიული მიმართულებით, დავუშვათ არქიტექტურის ან დიზაინის მიმართულებით. მე მოუწოდებდი ადამიანებს, რომ ბოლოს შევიდნენ ვებგვერდებზე კონკრეტული ბანკების, ახლა ვერ დავასახელებ, რადგან ასოციაციას კრებსითაც წარმოვადგენ და ნახონ რა სარგებელი შეიძლება თვითონ მიიღონ. რა საკობრივ ზღვარზეა ეს პროექტები გათვლილი, ანუ ჩვენ ახლა მე და თქვენ საუბრობთ ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე, აბიტურიენტებზე, ანუ რომელთაც ამ მიმართულებით შეიძლება ინტერესი ჰქონდეთ, მაგრამ მთლიანობაში რა ზღვარი არის განსაზღვრული განათლების მიმართულებით საბანკო სექტორი ამ ნაწილში
სექტორში რა ასაკის ადამიანებს დაეხმარება და დაუჭერს მხარს? ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება ახალგაზრდა სეგმენტზე, აქ არის მოსწავლეებიც, როგორც დავუშვათ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, ერთი მსხვილი სეგმენტი, ასევე სტუდენტები ან სტუდენტური ასაკის მქონე ადამიანები არ არის აუცილებელი რომ აკადემიურ განათლებაში იყოს ადამიანი შესული პროფესიულ განათლებასაც უჭერს მხარს, თუმცა აქვე აღნიშნავდი რომ მაგალითად არსებობს ხანდაზმულთა ონლაინ განათლების პლატფორმა, რომელსაც ერთ-ერთი ბანკი უჭერს მხარს და ანუ ესეთი მიმართულებითაც ხორციელდება პროექტი. კი ბატონო, არსებობს თუ არა ერთიანი სტრატეგია და ხედვა ამ ნაწილში, როგორ უნდა განვითარდეს ეს მიმართულება და ბანკებს აქვს თუ არა ერთიანად გააზრებული აი ამ ნაწილში საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობა. კი ბატონო, ესე იგი პრინციპში რო ვთქვათ, ყველა ბანკს, პრაქტიკულად ყველა ბანკს განათლების მიმართულებით აქვს რაღაცა პროექტი, რომელზეც აი აღებული აქვს პასუხისმგებლობა და ეს არ არის ერთჯერადი, ეს შეგვიძლია განვიხილოთ როგორც გრადი. ანუ აქტივობების მიხედვით შეიძლება იმის თქმა, რომ ბანკები ამას არა ერთჯერადად, არამედ მრავალჯერადად ახორციელებენ, ანუ წლებია ამ პროექტებს მხარს უჭერენ თუ ეს უბრალოდ იმიტომ რომ ბანკი ვარ, იმიტომ რომ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი ერთ-ერთი კარგი ჩემი მახასიათებელი შეიძლება იყოს პიარის და მარკეტინგის თვალსაზრისით, მხოლოდ დაუშვათ ამ ერთჯერადი კონკრეტული ინიციატივებიდან ღონისძიებებით შემოიფარგლებიან. ანუ ცხადია რომ ეს არის გრძელვადიანი და მდგრადი, იმიტომ რომ თვითონ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ამას გულისხმობს თავის თავში, რომ მე განგრძობითად და მდგრადად ვიყო სასარგებლო საზოგადოებისთვის და არა ერთჯერადად და არა მარკეტინგისთვის, არა პიარისთვის და აუცილებლად გულისხმობს ბმას, ჩემს საკუთარ ღირებულებებთან, ანუ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ საბანკო სექტორი მხარს უჭერს განათლებას და საგანმანათლებლო პროექტებს, ჩვენ შიგნითაც უნდა შევიხედოთ და ვიკითხოთ, შენ თუ ამბობ, რომ გარეთ მხარს უჭერს საზოგადოებაში, აბა შენ შიგნით რა ხდება და ის შიგნით რო შევიხედოთ, იქ ნამდვილად დავრწმუნდებით, რომ ეს რაღაცა გაშინაგნებულად მოდის განათლება, როგორც ღირებულება ამ სექტორში. კი ბატონო, ამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად, რამდენად რეალურად ახორციელებენ ბანკები დაუშვათ აი ამ საკუთარ პროექტებს, ანუ შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ დაუშვათ 100, 200, 300 ან რაოდენობრივად რაღაც ადამიანები, ახალგაზრდები საბანკო სექტორს ყავს აქტიურად ახალისებული იმისთვის, რომ მათ მაქსიმალურად განათლების მიმართულებით ძალიან აქტიურად გამოიჩინონ თავი, ისწავლონ და შემდგომ ანუ ბანკები ამას რეალურად აკეთებენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონო, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ბოლოდან გიპასუხებთ, ანუ ბანკები რეპორტინგსაც აკეთებენ ამ კუთხით, იმიტომ რომ მდგრადი განვითარების ანგარიშები აქვთ ბანკებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებით მოეთხოვებათ და ამისთვის ბანკები ასევე აღრიცხავენ, რამდენ ადამიანს უჭერენ მხარს და განათლების მიმართულებით ჩვენ ასოციაციამ მთელ საბანკო სექტორში შევკრიბეთ მონაცემები, არ ვსაუბრობთ თანხებზე ამ შემთხვევაში, მაგრამ ვსაუბრობთ იმიტომ რომ თანხები საკმაოდ დიდია, მაგრამ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაში მაინც და მაინც თანხებზე ლაპარაკი მიღებული არ არის, უფრო ვსაუბრობთ ღირებულებებზე და ვსაუბრობთ ასევე რაოდენობებზე და რაოდენობა არის 500,000-ზე მეტი ადამიანი, ვისაც საბანკო სექტორმა ბოლო 5 წლის მანძილზე ძირითადად ახალგაზრდები შესაძლებლობა შეუქმნა. აქ რო განმარტოთ შესაძლებლობის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რას ნიშნავს? აქ შეიძლება იყოს სტიპენდია, რომელიც მაგალითად მაგისტრატურის სწავლა არის საზღვარგარეთ, ან შეიძლება იყოს რაღაცა პატარა შესაძლებლობა, მაგრამ რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება. მაგალითად იყოს, რომ ჩემ სოფელში, სადაც არ იყო ინფრასტრუქტურა საგანმანათლებლო, გაიხსნა თანამედროვე ბიბლიოთეკა და მე შევეძალი მივედი და იმ სივრცით ვისარგებლე. აი ესეთი ეს არის რამდენად თანაბარი და თანაწონადია, ხა ერთია სტიპენდია და მეორეა ბიბლიოთეკა, ანუ ამიტომ საინტერესო ამ კითხვაზე პასუხი, რომ როდესაც ვამბობთ 500,000 ძალიან მაღალი რიცხვია, მაგრამ რამდენად რეალურად გრძნობენ ეს ადამიანები, რომ ეს არის მათი მხარდაჭერა, ეს არის საინტერესო. ესე იგი რიცხვი ნამდვილად ძალიან დიდია, 5 წელზე უნდა შევხედოთ და ჩვენ როდესაც საბანკო ასოციაცია რეგულარულად ვატარებთ კვლევას. ყოველწლიური კვლევა არის საბანკო სექტორის აღქმა საზოგადოების მიერ, ესე გვქვია ამ კვლევას. წელს კიდევ უფრო ჩაღრმავებული კვლევა ჩავატარეთ და ჩვენ და გასაკვირად. როდესაც ადამიანებს ეკითხები, რომ ბანკებს რა ფუნქცია აქვთ, აი იმ ძირითად ფუნქციებთან ერთად რაც არის, რომ ფული გადავრიცხო, რაღაც შესაძლებლობა მომცეს, ავიღო კრედიტი და ასე შემდეგ, ანუ საბაზისო ფუნქცია რაც არის
საზოგადოება ხედავს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფუნქციას. ანუ ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტეგრირებულია ეს. ერთია ხედავს, მე რეალურად რამდენად ხედავს ამის შედეგს, იმიტომ რომ მე ჩვენ და სამწუხაროდ საერთოდ არ მომწონს ეს თემა, რომ ასე აღიქმება, თუმცა რეალობაა ისიც, რომ ბანკებთან მიმართებაში საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილს აქვს პრეტენზია და მათ შორის იმასთან მიმართებაშიც, რომ რამდენად სწორად აფინანსებენ პირობითად ამა თუ იმ ადამიანს ამ მიმართულებითაც აქვს კითხვები. ამიტომაც ვიკითხე, რომ რამდენად რეალურად ხედავს საზოგადოება საბანკო სექტორის აი ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობის შედეგებს თქო. კვლევა ადასტურებს ამას, რომ ხედავს და მე თავიდან ვთქვი, რომ აი ჩვენ და გასაკვირად, იმიტომ რომ არ არის მაინდა-მაინც ძირითადი ფუნქცია ხო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ საზოგადოება ამას ხედავს და რომ ხედავს ეს ნიშნავს, რომ კიდევაც ითხოვს შენგან. თქვენს კომენტარზეც ვიტყვი, აი ამ კვლევაში სხვათა შორის ჩანს, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი აღიქვავს საბანკო სექტორის სხვადასხვა წვლილს ეკონომიკის, ანუ მე ახლა მარკეტინგულად არ ვსაუბრობ, ნამდვილად ჩანს ამ კვლევაში ეკონომიკის განვითარებაში, ბიზნესის მხარდაჭერაში და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, იმ სირთულეებთან ერთად, რასაც ხედავენ, მაგრამ ამაზე პასუხი ალბათ ყველაზე მეტად არის განათლება და ფინანსური ცნობიერების ამაღლება, იმიტომ რომ თვითონ საბანკო სექტორს ძალიან სჭირდება განათლებული მომხმარებელი. რას ვაკეთებთ? მაშინ ასე ვიკითხავ, რომ აი ეს განათლებული მომხმარებელი ყავდეს და რა ტიპის პროექტები ხორციელდება საბანკო სექტორის მხრიდან ამ მიმართულებით? კი ბატონო, ორ რაღაცას ვიტყვი ამაზე. ერთი, რომ არსებობს ეროვნული სტრატეგია ფინანსური განათლების, რომელსაც საბანკო სექტორის მარეგულირებელი აყალიბებს და ამ სტრატეგიის ფორმირებაში ყველა ბანკი მონაწილეობს და შემდეგ ყველას თავისი როლი აქვს და თავისი მონაწილეობა. თითოეულ ბანკს აქვს თავისი პლატფორმები საგანმანათლებლო, სადაც შეგვიძლია შევიდეთ ვებგვერდზე, არ ვასახელებ შეგნებულად, იმიტომ რომ კონკრეტული ბანკის რეკლამა არ გამომივიდეს და ვნახოთ იქ ფინანსური ცნობიერების კუთხით ძალიან ბევრი ინფორმაცია. ეს ერთი და მეორე, რასაც ვიტყოდი, ის რომ ბანკები გახდნენ ძალიან ციფრულები, ის რომ თითქმის ყველას უკვე აქვს ციფრული ბანკი ხელში და მე შემიძლია ჩემ ტელეფონში შევიდე და ჩემი ანგარიშები ვაკონტროლო, ვმართო, ვნახო რა როგორ ირიცხება, რას რამდენი მოეჭრა საკომისიო და რა ოპერაცია როგორ ხორციელდება, ამას კვლევებიც ადასტურებს, რომ ვინც ინტენსიურად იყენებს მობაილ ბანკს და აი ამ აქტივობაში არის შესული, იმისთვის ბანკი ხდება ბევრად უფრო გამჭირვალე, ბევრად უფრო კომფორტული და ბევრად ნაკლები კითხვა შედება, იმიტომ რომ თვითონ ხელშესახებად შეუძლია რომ მართოს და ჩაიხედოს. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს ერთგვარად რომ შევაჯამოთ, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვისაც სურს რომ პირობითად ან სტიპენდია მიიღოს, აი ბანკების აი ამ აქტივობების საგანმანათლებლო პროექტებში მიიღოს მონაწილეობა და მიიღოს მათი მხარდაჭერა, იმიტომ რომ მათ ძალიან განსაკუთრებით სტუდენტებს, ახალგაზრდებს ძალიან ჭირდებათ რეალური ფინანსური მხარდაჭერა და ამ კუთხით საბანკო სექტორს რისი გაკეთება შეუძლია და როგორ უნდა მოიქცეს ახალგაზრდა, რომელიც ახლა გვიყურებს და რომელსაც აქვს სურვილი, რომ პირობითად მიიღოს ამა თუ იმ ბანკისგან სტიპენდია. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. თანაც ძალიან ცხელი პერიოდია და ახალგაზრდები გვიყურებენ, იმიტომ რომ ახალგაზრდებთან გამოცდებს აბარებენ და ასე შემდეგ. პირდაპირ შეუძლია რამდენი ბანკების ვებგვერდზე შევიდეს და ნახოს, ეხაც მე დღეს დილითაც ვათვალიერებდი, ანუ არის გამოცხადებული მაგალითად გოგონებისთვის უფასო ონლაინ კურსები კონკრეტული მიმართულებით, ტექნოლოგიური მიმართულებებით და არის გამოცხადებული სტიპენდიები, სასტიპენდიო მხარდაჭერები და პირდაპირ შეუძლიათ ნახონ ვებგვერდებზე და მე მაინც ესე ვიტყოდი ჩემი გამოცდილებითაც, რომ მთავარია მინდოდეს და ვეძებდე და მჯეროდეს და აუცილებლად ამ საშუალებას ნახო. რომელ ბანკი, ანუ პრობლემა არ არის ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომელ ბანკზე ამ შემთხვევაში საუბარი, რომელსაც აქვს სასტიპენდიო პროგრამები. საქართველოს ბანკი, TBC ბანკი, ლიბერთი და სხვა. ანუ პრაქტიკულად საბანკო სექტორში მეტნაკლებად ამ საკითხით არიან მოცულები ბანკები. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განათლება, იმიტომ რომ რეალურად ეს საჭიროება დგას და ეს ღირებულება სექტორში გაღვივდა. ამიტომაც ჩვენ იმას ვერ გააკეთებ, რაც ჩვენთვის არ არის ღირებული. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. სალომე მაკარიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.